სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, მე მგონი ადრეც დაისვა ესეთი კითხვა და უმეორებენ, ვინც ადრე ვერ მოისმინა, ან ვერ დაესწრო, ან არ მოусმენა აუდიო ფირების ჩანაწერებისათვის ამ საკითხზე. ესე იწყებს კითხვის დამსმელი. უპირველეს ყოვლისა, მე მსურს რომ დიდი მადლობა გადავიხადო და უბრალოდ გამოხატო მადლიერება იმის გამო, რაც მოხდა თქვენი ამ სერიალების გადაგებისას და ეს არის ეკლესიის ანატომია. მემართალია ერთხელ მიუძღვენი ჩემი სიცოცხლე უფალს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მინიმუმ 5 ჯერ მაინც ჩავატარე ჩემი მსახურების სფეროს განახლება და გადაფასება. და ჯონ მაკარტური ამშვიდებს თავს ცუდად ნუგრძნობთ, გახსოვთ პავლემ რა თქვა? მე ყოველდღე კვდებიო. იცით რას გულისხმობდა? რომ ეს არის ის, რასაც შენ ყოველთვის აკეთებ. მაგალითად მეც მუდმივად ვანახლებ ხოლმე ჩემ პასუხისმგებლობას და ჩემს ვალდებულებებს უფლის სამსახურში. იმიტომ რომ არის მომენტები არ დაგიმალავთ ჩემ ცხოვრებაში, როცა მინდა გავიქცე, ყველაფერი მივატოვო, ფარხმალი დავყარო და გავერიდო აქ ყველაფერს. მაგრამ უფალი მაინც ამკრიფავს ხოლმე მე, შემაგროვებს, გამამხნევებს და ისე უბრუნდები ჩემს ვალდებულებას, რომელიც იქ უნდა იყოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს სულიერი ბრძოლები საკუთარ თავთან ყოველთვის იქნება. აუდიტორიდან კითხვის სამსვლელი აგრძელებს. ჩემი თავარი კითხვა არის ძირითადად დღევანდელი სიტუაციებთან დაკავშირებით, სოფლიო სიტუაციიდან და შეერთებული შტატების პოზიცია ამ სოფლიო ამბებთან დაკავშირებით. შეუძლია თუ არა ქრისტიან ჭეშმარიტ მორწმუნეს, რომ ფიზიკურად და თავისი ნებასურვილით ჩაერთოს იმ ომებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და იმ კონფლიქტებში აწარმოებს. შეგიძლიათ დამეხმაროთ რომელიმე ბიბლიური მუხლით, ან თუნდაც მთლიანად ტექსტით, წიგნით, რომ უფრო ყარად ვიგრძნო თავი ამ საკითხთან. ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, ნება მომეცით მოგცეთ ამის პერსპექტივა. შეგიძლიათ გადახედოთ მთლიანად ბიბლიურ პერსპექტივას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საუკეთესო ადგილი, მე ადრეც არაერთხელ ვახსენ, ეს არის რომაელთა წერილის მე-13 თავი. სხვა ბევრი ადგილებიც არის, პეტრეს აქვს ამაზე ნასაუბრები, მაგრამ რომაელთა ამ მე-13 თავში ძალიან დეტალურად არის აღწერილი ეს მდგომარეობა. ასევე არის რობერტ კალვერის მიერ დაწერილი ძალიან კარგი წიგნი სახელწოდებით Toward the Bible View of Civil Government. ესე იგი, როგორი არის ბიბლიური ხედვა სამოქალაქო მმართველობის მიმართ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ბიბლიურ საკითხებზე დაფიქრებაში. რომელთა ამ წერილში მე-13 თავში ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს მოცემული. იქ წერია, ყოველი სული უნდა დაექვემდებაროს უმაღლეს ძალაუფლებას. და აქ საუბარია მთავრობაზე. და თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომელ ქალაქში წერენ ამას ქრისტიანებს? რომში. დიახ, რომი. მაშინ როგორი უნდა იყოს ის უმაღლესი ძალაუფლება და როგორი იყო იქ? წარმართული. ჩვენზე ბევრად უარესი იყო იქ ყოფნა და მათი მთავრობა. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მონობა და ისინი უკან არ დაიხევდნენ, როცა მათ ჭირდებოდათ თავიანთი მიზნების მიღწევა. და ეს იყო კერპთაყვანისმცემლობა. იმპერატორს ისინი ისესწრებდნენ პატივს, თითქოს და ის ღმერთი იყო. და თქვენ თავისუფლად დაკარგავდით თქვენ სიცოცხლეს, თუ არ მიხვიდოდით და არ მიაგებდით მას პატივს, თაყვანისცემას როგორც ღმერთს. და ამ სიტუაციაში პავლე ამბობს, არ არსებობს ძალაუფლება, გარდა რომელიც ღმერთიდან არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს ღმერთის დაშვების გარეშე და მის მიღმა. ანუ ხელმწიფებანი ნებისმიერი დაწესებულია ღვთისგან. ისინი იქ ღმერთიდან არიან დაყენებულები, ღმერთის მიერ, ღმერთისთვის და ღმერთის მიერ. ამიტომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევს ძალას, ეწინააღმდეგება ღვთის განკარგულებას და ვინც წინააღმდეგობას უწევს, მიიღებს საკუთარ თავის განკითხვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
თუ თქვენ დაარღვეთ ქვეყნის კანონს, რომელშიც თქვენ უნდა იყოთ, განაჩენს გამოიტანთ ამითი საკუთარ თავზე. ახლა ეს ძალიან ზოგადი განცხადებებია. მესამე მუხლში არის კვალიფიკაცია. რადგან მართველები ტყუილა არ ატარებენ მახვილს, გახსოვთ? და ისინი არიან არა კეთილ საქმეების კეთებლებისა, არამედ ბოროტებისათვის. ამიტომ აკეთე სიკეთე და შენს გექნება ქება და აღარ შეგეშინდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა დააწესა მთავრობა და ის სხვადასხვა სახისაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ მთავრობა ძირითადად ყველგან ღმერთის მიერ არის შექმნილი, რათა დაიცვას სიკეთე, კარგი ადამიანები და დასაჯოს ცუდი, ბოროტი ადამიანები. და რომ მთავრობაშიც არ უნდა იყოთ, თუ უბრალოდ მიყვებით თქვენ კარგ ადამიანებს და დაიცავთ წესებს, დაემორჩილებით კანონებს, თქვენ შეგიძლია რომ გადარჩეთ. როდესაც გიორგი ვინსი შეხვდა ჩვენ თანამშრომლებს, იცით ხო, ვინც იმყოფებოდა რუსეთში, სადაც მათ მთელი დევნა გადაიტანეს და კიდევ გრძელდება ქრისტიანებზე დევნა. იცით რომ ისინი ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ სასაუბროდ. და მათ თქვეს, ჩვენ არასდროს არ ვარღვევთ ჩვენი ხელისუფლების წესებს. თუ ოდესმე გვდევნიან, თუ ოდესმე გვსაყვედურობენ, თუ ოდესმე ციხეში ჩავარდებით, ეს ყოველთვის მხოლოდ იესო ქრისტეს საქმისათვის იქნება. და ჩვენ ვინახავთ ამას ისე ნათლად, რამდენადაც შეგვიძლია. ჩვენ არასოდეს ვარღვევთ ჩვენი მთავრობა, როდესაც ჩვენ გვჩაგრავს. მათ იციან რუსეთის ხელისუფლების ყველა ფაქტორი, მაგრამ არასოდეს არ ღვევენ საბჭოური კონსტიტუციას. და ისინი ყოველთვის იდევნებიან მხოლოდ იესო ქრისტეს მხარდაჭერის გამო. ასე რომ მათაც ძალიან კარგად ესმით, რომელთა წერილს მე-13 თავის მნიშვნელობა. თავიანთ კონტექსტში. და ასევე იქნებოდა რომში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. და შემდეგ მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ მართველები არიან ღვთისმსახურები შენთვის სასიკეთოდ და თუ ბოროტ საკეთებ გეშინოს, რადგან ტყუილად არ ატარებენ მახვილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა ფაქტობრივად დაუნიშნა ერებს მთავრობები, რომ მათ შეძლონ განაჩენის აღსრულება ადამიანებზე, რათა დაიცვან უდანაშაულობები ბოროტისაგან. რათა პოლიციელებმა, ციხეში მომუშავე ადამიანებმა, ჯალათებმაც კი და ჩვენ შეგვიძლია ამათ დავამატოთ ჯარისკაცებიც, რომლებიც მშვიდობას ინარჩუნებენ და იცავენ ამ მიწის ინტერესებს, რომ ტყუილად არ ატარებენ ისინი ხმალს, ანუ ჩვენ შემთხვევაში ავტომატს ან პისტოლეტს ან იარაღს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ფუნქცია, რომ ის არის ღვთისმსახური, შურისმაძიებელი, რათა აღასრულოს რისხვა მათზე, ვინც ბოროტს აკეთებს. ასე რომ თქვენ გინდათ იყოთ დაქვემდებარებული. და ის ამბობს, რომ თუ გსურთ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ კარგად იქცევით, მაშინ გადასახადებიც უნდა გადაიხადოთ, რათა მთავრობამ შეძლოს თავის სამუშაოს გაგრძელება. ასე რომ ზოგადად ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას. ახლა ნებობიცით მოგვეცეთ ის პერსპექტივა, რაზეც თქვენ დასვით კონკრეტულად კითხვა. რა მოხდება თუ მთავრობა მოგვიწოდებს ან გვიძახის ომში სამსახურად? მე მჯერა რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება ამავე რომაელთა მე-13 თავზე დაყრდნობით. თუ თქვენ ხართ სწორი ინსტრუმენტი ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ მაგალითად მე ვარ შეერთებული შტატების მოქალაქე და მიწვეული ვარ სამსახურში, რომ წავიდე და დავიცვა კარიბის ზღვაში აუზის კუნძულები კომუნისტებისა და კუბელი ტერორისტებისაგან, რომლებსაც ისინი ამზადებენ, რათა გაგზავნო მთელ დასავლურ სამყაროში, რათა გამოიყენო თავიანთი ხელოვნება რევოლუციის და გამოწვევისათვის. და იცით ხომ, ჩე გევარა მიდიოდა და ყველგან აჯანყებებს აწყობდა სამხრეთ ამერიკაში, მერე აფრიკაში წავიდა და მერე ბოლივიაში გარდა მოკლეს. ასე რომ თუ მე მეძლევა ამის საშუალება, მე მივდივარ და მემორჩილები ამას. იმიტომ რომ ისინი მოწოდებული არიან განადგურებისათვის, მასობრივი მკვლელობისათვის და მე შემიძლია მიმოქმედო უკვე ამ ღმერთის მითითების ამ სახელით, რომ სწორია ამათ წინააღმდეგ, ამ ბოროტი მკვლელი ტერორისტების წინააღმდეგ ომში ჩართვა. მეორე მხრივ, თუ მე ვარ კუბის მოქალაქე და ვიქნებოდი და ვთხოვდნენ ჯარისკაცად მემსახურა მათ ჯარში, რათა განმეხორციელებულეს ტერორისტული ქმედებები
უდანაშაულო ერის წინააღმდეგ, მე ამას ვერ გავაკეთებდი. გესმით განსხვავება? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.